მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გამარჯვება იზეიმოს. სწორედ ამ სიტყვებით დატოვა ზურა მენთეშაშვილმა 9 თვიანი პატიმრობის შემდგომ გლდანის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც ზურა მენთეშაშვილთან ერთად უკვე რამდენიმე თვე არაც უწყვეტ საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. 61 წლის კაცს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით დაადეს ხელბორკილები. ზურა მენთეშაშვილი იყო ერთადერთი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით გაუშვეს პატიმრობაში, რადგან საგამოძიებო უწყება ამბობდა, რომ ზურა მენთეშაშვილმა საავტომობილო მოძრაობა ორჯერ გადაკეტა, რაც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდებელის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ 61 წლის მამაკაცი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ზურა მენთეშაშვილის უფლება და ამცველებმა მოსამართლესთან სასამართლოს ხდომებზე შუამდგომლობა დააყენეს იმის მოტივით, რომ ზურა მენთეშაშვილს დაეტოვებინა პენიტენციური დაწესებულება, რადგან პენსიონერ კაცს აღენიშნება ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, მას მოსამართლეს წარუდგინეს სამედიცინო დოკუმენტები, თუმცა ნინო გაუსტაშვილისთვის ეს გარემოებები არ აღმოჩნდა დამაბრძოლებელი გარემოება და ზურა მენთეშაშვილი პატიმრობაში გაუშვა. ერთ წელს ითვალისწინებდა ის მუხლი, რომლითაც ზურა მენთეშაშვილი იყო დაკავებული, თუმცა 7 თვის შემდგომ ის დღეს დილით გამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ვაპროტესტებ ისე ვაგრძელებ. რუსთაველს ვინგრევენ ახლა. კალაძე არემონტებს. იმიტომ რომ თურმე ასფალტი მოცდა იქ და რაღაცები კიდე ალბათ არის. ანუ აგრძელებთ და გააგრძელებთ პროტესტს. ალბათ გაგიკვირდება თუ არ გაგიკვირდება, რა მგონია რომ გაგიკვირდება. კი ვაგრძელებ, რა თქმა უნდა ვაგრძელებ. გამარჯვების მერეც მე ვიქნები ალბათ პირველი, ღმერთმა ქნას რომ პირველი არ ვიყო, მაგრამ თუ არავინ არ იქნება, მე ვიწყებ და გვერდში დამიდგებიან ალბათ იმას, რომ სასწრაფოდ გადაიკეტოს საზღვრები, სასწრაფოდ დანიშნოს პარლამენტმა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც თითოეულ ქოც დააკავებს, მერე გამოიძიებს თითოეულ თეთრს და მერე სათანადოდ კანონიერად მოექცევიან. ვერც ერთი რომ ვერ გაიქცეს, ვერსად. პროტესტი გაგრძელდება დღესაც სუსტად ვიქნები იქ, სადაც ქართველი ხალხი უკვე რამდენიმე თვეა თავისუფლებისთვის იბრძვის. ზურა მენთეშაშვილი ამბობს, რომ დღეს კვლავ შეუერთდება მის თანამებრძოლეს რუსთაველის გამზირზე და ასევე მან აღნიშნა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ, რომ ქართული ოცნების ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, შესაბამის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.